მოგესალმებით რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომიდან. მე ვარ გუგა კირვალიძე და დღეს მოგიყვებით პირველი ქართული ნასკარის გუნდის შესახებ. დიახ, არ მოგესმათ, პირველი ქართული გუნდი ნიშნავს, რომ მფლობელიც არის ქართველი, გუნდი სრულად დაკომპლექტებულია ქართველებით, რბოლელებიც იქნებიან ქართველები და ნამდვილი ნასკარის მანქანა დგას რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის ბოქსში. ვინც არ იცნობთ, როგორ შეიძლება არ იცნობდეთ, ეს არის დათა ქაჯაია. მაინც მე არ ვიცნობ. საქართველოში ყველაზე მაგარი მრბოლელი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, დამრტყმელი, პურის ჭამელი, მდინარის პირას არღანზე მოკეიკა. ესე იგი დათა არის, ვინც ეხმარება ამ ყველაფრის განვითარებას, თავისი ძალიან ბევრი წლის დაგროვილ გამოცდილებას ამ მანქანაში დებს ყველაფერს, რომ ეს მანქანა გამოვიდეს ის, რაც იქნება კონკურენტუნარიანი. ძალიან ბევრს ახლა ალბათ ძალიან ბევრს არა აქვს მაგის ინფორმაცია და მოდი მოგვიყევი შენ რამდენად რთულია და რამხელა გამოცდილება და შრომა ჭირდება იმას, რომ ეს ახალი გუნდი და ახალი მანქანით საქართველოსთან ჩახვიდე ევროპაში და გადაუარო იქაურობას და მოიგო. კი, ნამდვილად ძალიან რთულია, ჩემო გუგა, დიდი მადლობა ასეთი კარგი სიტყვებისთვის, ცოტა გადაზედმეტებული იყო, მაგრამ სასიამოვნო. ნახე, ახლა ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია ქართული ავტოსპორტისთვის, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში სრულიად ქართული გუნდი იქნება. აი კოლხი GRT ერქმევა, ანუ კოლხი Georgian Racing Team. როგორც აღნიშნე, რთულია, ანუ პირველად გამოცდილება როგორც ტექნიკოს, ასევე მრბოლელს, ასევე გუნდის მენეჯერს უცხო რაღაცეებთან და ასე არ არის თავიდანვე ჩახვიდე და რაცა უნდა მაგარი იყო, იქაურებს მოუგო. ამიტომ მე მთელი ჩემი გამოცდილება რაც მაქვს, მინდა რომ გაუზიარო ამ გუნდს, ძალიან კარგი ბიჭები არიან და კვალიფიციური ტექნიკოსები და ერთად მუშაობით მინდა რომ ეს წელი გამოვიყენოთ სატესტოდ. ვთქვი რომ მოვამზადოთ, საფუძველი ჩაუყაროთ, შემდეგი წლიდან უკვე შედეგს. ტესტავთ ესე რომ ვთქვათ, მანქანის სეტაპს, თვლების შეყრის კუთხეს, ამორტიზატორების დაკიდების სიკარგეს, საბურავების კონკრეტულ და საჭირო ტემპერატურებს, წნევებს და ასე შემდეგ, რაც მე გამოგვადგება ეს ყველაფერი ჯერ პირველ ეტაპზე, რომელიც ვალენსიაში გაიმართება 16-17 აპრილს და მე უკვე სეზონის განმავლობაში. მე აზრით ეს ყველაფერი რომ უკვე არსებობს და ქართული გუნდია და მანქანა, ეს უკვე გამარჯვება და ამას რაც მოყვება, ეგ უკვე ბონუსია ყველაფერი. კი, რა თქმა უნდა. და რამდენად არის იმის შანსი, რომ ძალიან უცბად მოგიწევთ რაღაცის გაკეთება? მაგის შანსი ძალიან დიდია, იმიტომ რომ კონტაქტურია, წრიული რბოლა ისედაც ხო იცი და პლუს მაგას რომ ამ ნასკარში არიან ღია კლასის მრბოლელები ზოგი, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება არ აქვს, ეხლა ჩვენ დათა გვყავს და ვიცით რომ რა ლეველის პილოტია და იქ ბევრი ეგეთი არ არის. არიან ვიღაცები კარგი ლეველის პილოტები, მაგრამ მაგის გამო ხდება ძალიან ხშირი კონტაქტები რა. რაღაცები ჩვენაირები არიან და ცოტა ტორმუზის წერტილებს მაზავენ ხოლმე. ხო და ეს მანქანაც თვითონ ანუ სრულად მექანიკური არის რა, როგორც ამერიკაში ეძახიან pure racing ქვია, რომ აი ნატურალური არის და არაფერი ელექტროობა არ არის, არაფერი არ გეხმარება. ხო, წერა როგორც თქვით, არაფერი ელექტროობა არ არის, იგულისხმება, რომ ბენზინის დონესაც არ გაძლევს მანქანა, საერთოდ არაფერი ინფორმაციას არ გაძლევს. ვერაფერს ვერ გაზომავ, ესე მარტივად დაჟე ძრავის ზეთის დონეც რო გინდა შეამოწმო, უნდა გამოუშვა მთლიანად ზეთი და 10 ლიტრი ჩაასხა და იცი რომ 10 ლიტრი გაქვს. მე მგონი ცოტა გაწვალებენ. ზეთის შუპი რო ეყენოს, მე მგონი მაგაზე მუშაობ. უპირატესობა არ ექნება. ესე გვითხრეს რომ მაგაზე მუშაობ, თუ რაღაცა სტიკი მაინც ჩაარჭო შენით. ეხლა მოკლედ მითხარი, რამდენად რთულია მანქანის სიარული, იმიტომ რომ ზოგადად კუზავოიანი მანქანა, ეხლა შენ ფერარი სიარულის გამოცდილებას გაქვს და ნუ ალბათ აქ უფრო მეტი რამე ხდება, უფრო რთული სამართავია, იმიტომ რომ სადღაც ეყანაცა მოვიდეს ქვესაჩოჩებს, კარგად ვერ ეჭიდება, რამდენად ძალა ჭირდება, სიცხე როგორია მანქანაში და ასე შემდეგ. ესე იგი 45 წუთი როგორ უნდა გაუძღვაო? ხო, ძალიან რთულია მართლა გაძლება, იმიტომ რომ დავიწყოთ იქიდან 5 და 7 კუბატურის რავი აქვს და ეს ზრავის მთელი აი ამხელა ხრონგის რავი რო ცხელდება
მთელი ეს სიმხვროვე შემოდის შიგნით, ხო, სპორტული მანქანები ხო გამოშიგნული, არაფერი დამცავი არა აქვს. და აი დედასპიცა ვარ, ენით აღუწერე რაც ცხელა. ოღონდ როგორ იცი, 1-20 წუთის მერე იწყება. რბოლა გვიწევს 45 წუთი და 20 წუთის მერე არის გაუსაძლისი ყოფა შიგნით რა. აი გადმოხტო მაგინდა და კარიც არა აქვს, რომ გააღო და გადმოხტო. არა აქვს, მაინც კატასტროფა. აი ფეხი გეწვევა მაგალითად გაზზე. ეს გვერდზე თუ ამ კოლოფის იმაზე მიგეთო რაღაც დამცავზე იქაც ანუ ძალიან ცხელა რა. სიცხე არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწილი. მე დიდად არ მიშლის ჯერჯერობით დიდი ხანი არ მივლია და მგონი 40 წუთში ალბათ არიან იქნება დათასთან ერთად ის იღბლიანი ვინც წარადგენს საქართველოს სახელით კოლხი GRT-ის ევრონასკარზე. რამდენად ჭირდება ფიზიკური ძალის გამოყენება? უხორჭის პედალს, საჭეს, იმიტომ რომ თქვენ რბოლა იქნება 40 წუთი, ხო? კი, 40 წუთენოვია რომ მე და 45 წუთენოვია სტარტავ. 40 პედალი საკმაოდ ძლიერი და ძლიერად ჭირდება გაწოვა და საჭე მძიმე არ არის, თუმცა მანქანა რომ მოგიწყოს დაჭერა რთულია, თუმცა ძალა მაინც ჭირდება. რა დროს ემიზნები რომ რუსთავის ავტოდრომზე დაწერო? დღეს სხვათაშორის კარგი დრო ქონდა ეხა რაც გაიარე უკვე. მართლა არ ვიცი რა უღია, არ ვიცი სხვათაშორის რა დროში ვიარე ეხა. მემიზნები იდეაში წუთი 52-ს ემიზნება ჩემი გუნდი, მაგრამ მე მინდა ცოტა უფრო დაბოლოა, წუთი 48-49 მაინც რო ვიარო. ტარების ხრივ რაც შეეხება საკმაოდ უხეში მანქანაა, იმიტომ რომ ეს ხო უფრო რამა არის, რამაზე აწყობილი დაკიდების სისტემაა და ძალიან ბევრი ვარიაცია აქვს ამ პარამეტრების შეცვლის. ხან ცხვრის მიათრევს, ხან უკან არასტაბილური, ანუ ხან არასაკმარის მოხვევადობა, ხან ზედმეტი მოხვევადობა აქვს. ასევე არ აქვს ABS-ი, არ აქვს მოსურების საწინააღმდეგო traction control-ი, ანუ ყველაფერი ხარ შენ. ანუ მარჯვენა ფეხით გაზით აკონტროლებ და საჭით ყველაფერს. სეკვენტალური გადაცემათა კოლოფია, რომელიც ძველი სტილის არის ესეც და გადართვის დროს ოდნავ გაზიდან ფეხის აშვება უნდა და დაუნშიფტის დროს ანუ ზუსტად უნდა ქვემოთ ხო ჩაგდების დროს რა თქმა უნდა მარცხენა ფეხით ამოხუჭება და გაზზე გჭირდება გაზის მიცემა რა ასე ვთქვათ ხო წარწყმა ჩაგდების დროს რომ ზუსტად დაემთხოს კბილანები რომ უკანა საბურავმა არ დაბლოკოს და აი ეს ყველაფერი მთელი პროცედურები ართულებს ამ მანქანის ტარებას თან როგორც ეტყობა ალბათ კამერაში შეეტყობა დიდია გაბარიტებით და ძალიან მძიმედ შვება ყველაფერს და ამ ეს ყველაფერი მძიმე შენ საჭაზე აისახება და ფიზიკურ ენერგიასაც მოითხოვს. არც გიდროლიკა აქვს არაფერი. ანუ გსპობს რა ფიზიკურადაც ისეთ ფორმაში უნდა იყო და აი ამ უცნაურობებს რო გაუმკლავდე რა ეს მაგალითად თანამედროვე მანქანები ისე დახვეწილია რომ ფიზიკურად ასე ამდენ ძალის ხმევას არ მოითხოვს და ეს რა ვიცი აი გირწყავს შიგნიდან რომ ბოლომდე დაგაჩოქოს. რუსთავში რა დროში დადიხარ და რა დროში გინდა რომ გაიარო რომ თქვა რომ აი ეს მანქანა ამ ტრეკს მოვარგეთ და კარგია. იმიტომ რომ ჯერჯერობით ანუ შენი გამოცდილებით ხვდები ახლა რამდენის ჩამოწევა შეგიძლია. ხო. ჯერჯერობით სატესტო რეჟიმში ვართ, პარამეტრებს ვცვლით, ახალი საბურავებიც არ გვიხმარია, ნახმარის ლიკებით ტესტავთ. ჯერჯერობით გვაქვს წუთი 44 საუკეთესო, მაგრამ ვფიქრობ რომ წუთი 42 იქნება ამ მანქანისთვის იდეალური. 44 რო შევადაროთ, აი რა მანქანა დადის წუთი 44 ჩაოლებრივი ქალაქის მანქანა. წუთი 44 ალბათ GT3 RS-ის რო არის 42-ში მაქვს გავლილი და უფრო მაგის ხო იქ გვინდა ეს არის დაახლოებით ტონა 200 ოდნავ მეტი ტონა 280 არის ტონა 300-მდე აქვს 400 ცხენი ზალა ბევრი არ აქვს ცხენი ზალა მაგალითად GT3 RS ვადარებ და ის ბევრად სწრაფია სწორზე ვიდრე ეს მანქანა უყენია 330 სიგანის საბურავები წინაც უკანაც და ამის ხარჯზე მოსახელეებთან სლიკები ხო იცი რომ უფრო კარგად ეჭიდება და ამის ხარჯზე მოსახელეებში უფრო დიდი სისწრაფით გადის და ეს არის ის ფაქტორი რომ კარგ დროს აჩვენებს მანქანას. ეს მანქანა არის სატესტო და აქ იქნება სულ და მეორე მანქანა იქნება ევროპაში რომელიც იმოგზაურებს და იმითი ივლით. იმითი ივლით ეს სატესტო არის და აქ მივეჩვევით ამ პარამეტრების უფრო ტესტავთ ჩვენ ახლა სხვადასხვა პარამეტრებს რომ რისი შესვლა რა შედეგს იძლევა რომ იქ რო ჩავალთ პირღივი არ დავდგეთ და უცებ ვიცოდეთ და როგორ მოქმედებს. შვენიერია, ძალიან კარგი წამოწყება, წარმატებებს გისურვებ, გულშემატკივრობთ მთელი გულით და სულით და დიდი მადლობა. იმედია რომ ყველაფერი კარგად ჩაივეს როგორც დაგეგმილი. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ესე იგი, სულ ცხელ-ცხელი ამბავია, რომ 2027 წელს ჩატარდება ძალიან საინტერესო შეჯიბრი რუსთავის ავტოდრომზე. საინტერესო რაც კი რამე. მოდი ახლა უცბად მოგვიყვები რა ხდება ამასთან დაკავშირებით და როგორ გამოცხვა ეგ ამბავი. აგერ ყავს ნასკარის ევროპის პრეზიდენტი.
ნუ გამოცხვა რა არის ხალხში რომ დავიწყეთ აქ სიარული ნასკარში, ნუ ძალიან მჭიდრო ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა და ნუ მთელი იდეაც ის იყო რომ ნასკარი შემოგვიყვანა. გვინდა და ქუთაისში, რა ვიცი მოვასწარეთ ქუთაისში ვიზავთ თუ არა და აი აქ რუსთავში ყველას დავით საინტერესო სანახაობა იქნება 26 მანქანაზე არის საუბარი, საუბრობთ ან ჩემპიონატის შუაში, ან ჩემპიონატის ფინალს. ფინალი თუ იქნება ოქტომბერში. თან ოქტომბერში რუსთავში საუკეთესო ამინდია ხოლმე. ყველაზე კარგი დრო ეგ არის. ხო და ეხლა მედის აი სუფთა ტექნიკური რაღაცეები, რითი შეუძლიათ, ანუ რამდენად მზად არის ტრეკი ამ ინფრასტრუქტურის მისაღებად და ასე შემდეგ. მთავარი ის არის რომ პოლიტიკურად კი გვაქვს, ხელი ჩამოვართვით, გუშინ შევახვედრე სპორტის მინისტრს, იქიდანაც მიიღეს დასტური რომ ხარდაჭერა იქნება და რა ვიცი, საინტერესო სეზონი გვექნება 27-ში რა. ძალიან კარგია. თან დათას და მარიამს ექნება დრო რომ თავისთავად გათავონ მანქანა კარგა და უკვე გალესილები დახტებიან და როგორც TCR-ზე დათამ აქ თავის შინაურ ტრასაზე დადო პირველი ადგილი კვალიფიკაციაზეც და რბოლაზეც, იმედია რომ ნასკარზეც ეგრე იქნება. ხო, მაგრამ იქაც იქნება, იმიტომ რომ ხა ეს მანქანის იდეა ხო ეს იყო რა მგონდის რომ აქ გვეყოლებოდა მანქანა, სადაც ვივარჯიშებთ და ეს რაღაცა სპონტანური შეჯიბრებები არ გვექნებოდა და ხო ნახეთ ხა ეს პრინციპში უკვე მექანიკოსებიც ყავს, ინჟინერიც ყავს, მანქანაც ყავს, ტრეკიც გვაქვს და რა ვიცი, ძალიან დიდ შედეგებს ველოდებით წელს ნასკარში რა. მშვენიერი წამოწყებაა, ნამდვილად მშვენიერი წამოწყებაა და წარმატებები. ასევე აი ესეთი საინტერესო ამბები ხდება რუსთავის ავტოდრომზე. ძალიან მაგარი საქმე გაკეთა, რომ პირველი ნამდვილი ქართული გუნდია. წარმატებებს უსურვებთ კოლხი ჯიართის, დათას და მარიამს, მაგრამ ამითი არ მთავრდება ქართველების ევრონასკარზე ასპარეზობა. თუ გაინტერესებთ დამატებითი დეტალები, გამოიწერეთ არხი და გაიგებთ რა ხდება.